მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, დღეს მოვედი ესეთი ჩიზკეიკით, ეს არის იტალიური ჩიზკეიკი. ეს რეცეპტი მომწერა ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ და მთხოვა რომ გამომეორებინა, რადგან მას არ გამოუვიდა პირველად რომ გააკეთა. ესეთი მარტივი პროდუქტები დაგჭირდება ცომის მოსამზადებლად, ეს ყველაფერი კიდე დაგჭირდება შიქთოსის მოსამზადებლად. ცომისთვის დაგჭირდება ფქვილი, ასევე გამოფხვიერებელი, შაქარი, შეგიძლიათ ასევე ვქნათ ვანილით, კარაქი და ეხლა ამ ყველაფერს კარგად აურევ ერთმანეთში გავაფხვიერებ. დიდი მადლობა ჯულის ამ რეცეპტისთვის, რადგან მართლა ძალიან კარგი გამოვიდა. ზოგადად ჩიზკეიკი არ მიყვარს და სიმართლე რომ გითხრათ, მისი ხათრით გავაკეთე. მაგრამ აი საოცარი სტრუქტურა აქვს და ძალიან კაი რაღაცა გამოვიდა. ცომი არის აი საოცარი, გეგონება რამე გემრიელ პეჩენიას მიირთმევდა. ეხლა დავამატოთ კვერცხი და კარგად მოვზილოთ. ცომის მოზილაში დაგჭირდებათ მაქსიმუმ 3 წუთი. თავიდან გეგონებათ რომ ცომი არ იკვრება, მაგრამ როდესაც უკვე ხელით გაათბობთ კარაქს, ძალიან მარტივად შეიკრება ცომი და ესეთი გამოდის. დიდი ხანი მოზელა არ უნდა, უცბად შეკრავთ და აი ეგ არის. ეხლა განახებთ როგორი სტრუქტურის გამოვა ჩვენი ცომი. პლასტელინივით არის. ხელზე არ გვეკრობა და ადვილად იკვრება. ცოტა სკდება, ესეც უნდა იყოს, აი ესეთ ცომი გამოგვივიდა. ეხლა გადავიტან ფორმაში, აუცილებლად დაგიწერთ აღწერილობაში ფორმა რამდენი სანტიმეტრია ჩემი. ცომის დიდი ნაწილი გადაგვაქვს ქვედა პირზე და ეხლა კარგად გავიყვან. გინდათ ხელის დახმარებით გაიყვანეთ, ასევე ჭიქასაც ვიყენებ ხანდახან და აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ცოტა დიდი ბორტები. აი ნახეთ, ჭიქით კარგად ამოვყვან. როგორც თქვენ უფრო გაგიადვილდებათ, ისე გააკეთეთ. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცომი ცოტაა, მაგრამ არა, იდეალური გამოდის აი ამ რეცეპტით. პროპორციებით, რასაც დაგიწერთ. აი ესე მარტივად თითების დახმარებით, შეგიძლიათ გვერდები ამოიყვანოთ მაქსიმუმ 2-3 სანტიმეტრი, საკმარისია. ძალიან სასიამოვნო ცომია, მარტივია ცომთან მუშაობა. ჩემო ძვირფასებო, მომზადებას ვერ მოასწრებთ. ჩემო ოჯახის წევრებმა მაქსიმუმ დაჭირდათ 9 საათი, რომ გაექროთ გაციებიდან. ოღონ აუცილებელია მაცივარში გააციოთ, უფრო ბევრად გემრიელია შემდეგ. აი ნახეთ, ესეთი ბორტები გავუკეთე, გვერდები ნახეთ, ცოტა აუწიე. ჩვენი ცომი მზად არის, ეხლა გადავიდეთ შიქთოსის მოსამზადებლად. აქ მაქვს კრემყვალი, ასევე ხაჭო. დავუმატოთ აუცილებლად შაქარი და ვანილის შაქარიც მაქვს ერთად შერეული, ასევე კვერცხი და სახამებელი. მე ვქენი კარტოფილის სახამებელი, შეგიძლიათ სიმინდის სახამებელიც გამოიყენოთ, რომელიც გაქვთ. და ეხლა ბლენდერით ყველაფერს კარგად გავაერთიანებ. ესე ძალიან მარტივად მზადდება შიქთოსიც. გამოცხობის გარეშე ნამთვრის მომზადებაში ალბათ დაგჭირდებათ ყველაზე დიდი 6-7 წუთი. ეს კარგად ყველაფერს გადაურევ, მასე გახდეს ერთგვაროვანი. თან ზაფხულში ძალიან გემრიელია.
ცივი სასწაული გამოდის და ცომი არის ძალიან ნაზი. თუ მოგწონთ ესეთი მარტივი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააზიარეთ ვიდეოები და აკომენტარეთ. თქვენთვის რთული არ არის, ჩემთვის კიდე ძალიან მნიშვნელოვანია არხის წინსვლისთვის. ის მასე ახლა გადავიტანოთ ჩვენს ფორმაში. აი ესე კარგად გადავანაწილოთ. და ახლა მოვაწყოთ ხილი. მე გამოვიყენე ატამი. აი ესე წვრილად დავჭერი და ახლა მოვალაგებ ატამს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კენკრა, ასევე გარგარით, ვაშლატამაც, არ ვიცი, ნებისმიერი ხილი, რაც თქვენ გინდათ. რაც თქვენი სურვილის სამეფო. შეიძლება ხილი საერთოდ არ ოქნათ, მაგრამ ხილი უფრო გემრიელი გამოდის ხილით. აი ესე ლამაზად მოვაწყე და ეხლა ჩვენი მეორე ცომი გავაბტყელოთ. მე გავაბტყელებ ესეთ დასაფენზე, თქვენ შეგიძლიათ გავაბტყელოთ ესევე პერგამენტზე და პერგამენტის გადაიტანოთ. მე უბრალოდ ესე უფრო მიადვილდება. ოდნავ ფქვილი მოაყარეთ და ძალიან მარტივად შეგიძლიათ გავაბტყელოთ. რო გავაბტყელებ, შემდეგ მოვაყრებ ფქვილს, რომ ადვილად გადავიტანო ფორმაზე. ცომი თუ სადმე გასკდება ამ პატარაზე გაიხილო, შეგიძლიათ ეგრევე შეაწებოთ გეუბნებით, პლასტენილივითაა. ეხლა ფქვილს მოვაყრე. კიდე ცოტა ლამაზად გადავაბტყელებ. აი ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ზოგადად დიდად ჩიზკეიკის მოყვარული არა ვარ, მაგრამ ეს იტალიური ჩიზკეიკი ნამდვილად მიყვარს. აი ამ ცომის ხათრით. ეხლა ცომზე მოვაყრე კარგად ფქვილს. გადავახვევ ჩვენ საბტყელებელზე და გადავიტან ფორმაში. ძალიან მარტივად. ესე ოდნავ შეუსწორებ გვერდებს, ძალიან არ უნდა. და ზემოდან მოვაყრი ნუშის პანტელს. თქვენ შეგიძლიათ მოყავთ ასევე ქოქოსის პანტელით, ან უბრალოდ შაქარი, ან კრემბლი, რაც თქვენი სურვილის სამეფო იქნება, შეგიძლიათ უბრალოდ ეს დატოვოთ. და აუცილებლად უნდა წაუსვათ კვერცხისგული გადაქვეფილი რძეში. ლამაზი ფერი ექნება, რომ დაიბრადება. ეს ლამაზად წაუსვათ. მე გამოვაცხვე ზუსტად 1 საათი 170 გრადუსზე ეს ჩვენი ჩიზკეიკი. იმიტომ რომ ჩემი ჩიზკეიკი იყო ნაკლებად თხელი, ფორმა მაქვს ცოტა დიდი აღებული. თქვენი ფორმა უფრო ვიწრო თუ იქნება და უფრო მაღალი გამოგივათ, უფრო მეტი დრო დაჭირდება გამოსაცხობად. აუცილებლად უნდა იყოს ტემპერატურა დაბალი და გჭირდება 1 საათი, სადღაც 50 წუთი, 60 წუთი, რადგან კარგად გამოცხოს ჩვენი შიდა მასა. თავზე თუ დაინახავთ, რომ იბრაწება, უფრო დაუკელით კიდე ტემპერატურას, რადგან 1 საათამდე აუცილებლად უნდა იყოს ხომელში. აი ესე ფლომად მოვაყრე. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად ეს გემოს არ აძლევს, უბრალოდ უფრო ვიზუალისთვის. გავაციე, ძალიან ვერ გავაციე, ოდნავ შევაგრილე, ეხლა დავჭრი და მერე შევდებ მაცივარში, მინდა რომ განახოთ როგორი გამოვიდა. რადგან შეიძლება მაცივარში რომ შევდო, მერე აღარ დამხვდეს რომ მივა. აი ნახეთ, საოცარი სტრუქტურა აქვს, ძალიან გემრიელია, ესეც მარტივი მოსამზადებელია, ყველას გამოუვა.
მოამზადეს ჩემთან ერთად და მომავალ შეხვედრამდე.